Ძვირფასო მეგობრებო, როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ბატონმა ბექამ, ჩვენმა პროდიუსერმა და მე მიზნად დავისახეთ თვალი გავადევნოთ ქართული ლიტერატურის ისტორიას დასაბამიდან დღემდე. როგორც წინა ორ ფილმში მოგახსენეთ, ჩვენი ამოცანა გახლავთ არა კონკრეტულად ქართული ლიტერატურის ისტორიის დამსახურება ქართული ესთეტიკური აზრის განვითარების საქმეში, არამედ მხოლოდ ერთი მხარე ჩვენი ლიტერატურისა. ეს გახლავთ, რა როლი ითამაშა ქართულმა მწერლობამ საქართველოს გადარჩენის საქმეში. წინა ორი ფილმი შეეხებოდა ქართულ სიტყვიერებას, ქართულ ფოლკლორს. დღეს ვისაუბრებთ შოთა რუსთაველზე. თქვენ მოგეხსენებათ, საქართველომ უაღრესად რთული ისტორიული გზა გამოიარა დასაბამიდან დღემდე. როდის იყო ეს დასაბამი? შეიძლება ჩვენ ზუსტად არ ვიცოდეთ, მაგრამ კვლევის უკანასკნელი მონაცემები ადასტურებენ, რომ ჩვენ ამ მიწაზე შექმნილი და გადარჩენილი, სასწაულებრივად გადარჩენილი ერი ვართ. ორი რამ განაპირობებდა საქართველოს მოსვლას მითაჟამიდან დღემდე. პირველი, ქართული გენის სიძლიერე, ქართული კლავის ძალა. ჩვენი მეომრები უკანასკნელ სისხლის წვეთამდე იცავდნენ საქართველოს მიწის ყოველ მტკაველს და მეორე, ქართული სიტყვა, ქართული სიტყვიერება, ქართული მწერლობა, რომელსაც უფრო მეტად გასულ საუკუნეებში, ჩემო ძვირფასებო, დიდი გავლენა ჰქონდა ქართულ ცხოვრებაზე, ქართველი ერის სულიერ წონასწორობაზე. იგი წვრთნიდა და რაზმავდა ქართველს, რომ გადარჩენილიყო და გაეძლო იმ განსაცდელისთვის, რა განსაცდელით ჩვენ გამოვიარეთ. საქართველოს გითხარით უკვე ძალიან ცოტა დრო ჰქონდა იმისათვის, რომ ამოესუნთქა და რამდენიმე საუკუნე მაინც ჰქონოდა ისეთი, რომ ხმლის ქნევა არ დასჭირვებოდა. თუ ეს ხმლის ქნევა ხანდახან დიდი იმპერიის წინაშე საქართველოს დამარცხებით თავდებოდა, სამაგიეროდ ძლიერი იყო და უკვდავი ქართული გენი, ქართველი კაცის თვისება. არ დავთმობ, არ დაგემორჩილები. მე ვიცი, რომ შენი დაბყრობა იმპერიის დიდო კაცო დროებითია. სული სწრაფვისა საქართველოს გადარჩენისათვის უკვდავი იყო და ეს სული დღემდე მოვიდა. და აი, საქართველოს ისტორიაში გამოჩნდა ორი საუკუნე, რომელსაც მეცნიერები ოქროს ხანას უწოდებენ. ეს გახლავთ თქვენთვის კარგად ცნობილი დავითისა და თამარის ეპოქა. ეს გახლავთ დრო, როცა საოცარ აღორძინებას იწყებს საქართველოს ეკონომიკა, როდესაც ყალიბდება საქართველო მდგრად ისტორიულ სახელმწიფოებრივ ერთეულად და როდესაც იქმნება განსაცვიფრებელი ვარძია, როდესაც გრძნეული მხატვრის ხელით ყინწვისის ღვთისმშობელი მოევლინება ქვეყანას განსხეულება, ანგელოზური განსხეულება ქართული სილამაზისა. ეს ის დროა, როდესაც მოხდა ძლევაის საკვირველი და საქართველოს ჯარმა დავით აღმაშენებლის წინამძღოლობით დაამარცხა თურქ-სელჯუკთა დიდზე დიდი არმია და საქართველოს ანგარიშს უწევენ. როგორც უცხოელი ისტორიკოსები წერენ, თანამედროვეც და იმ დროისაც
დაამარცხა ერთ-ერთი უძლეველი ჯარი მსოფლიოისა და დაამტკიცა, რომ იგი დიაღაც იყო ანგარიშგასაწევი ძალა მსოფლიოს მასშტაბით და ამ დროს, ამ ბრწყინვალე ეპოქაში, თამარის ეპოქაში კონკრეტულად ეს ის თამარი გახლავთ, რომლის ისტორიასაც ხანდახან მალავენ ჩვენი ძველი ისტორიული მეზობლები, სპარსელები, როცა დაამარცხა თამარ მეფის ლაშქარმა ირანის ძლევამოსილი არმია, თავრიზი აიღო და მიანში ცველებად დააყენა თავისი ჯარი. მართალია ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ საქართველოს ისტორიაშიც და თუ გულწრფელნი იქნებიან ირანის ისტორიაშიც სამუდამოდ ჩაიწერა. ისეთი ძლევამოსილი იყო ერთ დროს საქართველოს ჯარი, რომ მან ძლევამოსილი ირანის ლომიც კი დაამარცხაო. შემდეგ იყო დამარცხებების კასკადი, შემდეგ მოვიდა ამაზე ცალკე მოგახსენებთ პირსისხლიანი შააბასი, მაგრამ დღეს ჩვენ საუბარი გვაქვს ოქროს ხანაზე და ეს ოქროს ხანა გამოიხატა არა მარტო სახელმწიფოებრივ თავისუფლებაში საქართველოისა, არამედ გამოიხატა იმაშიც, რომ ერთბაშად მსოფლიოს კულტურის კაბადონზე ამოზვავდა მსოფლიოს ლიტერატურის მშვენება ვეფხისტ ყაოსანი. მეცნიერები ძალიან ხშირად აღნიშნავენ, რომ რა კი საქართველოს საუკუნეების განმავლობაში იყო სპარსეთთან ვასალურ დამოკიდებულებაში, სპარსულის კულტურის გავლენა ძალუმად ეტყობა ვეფხისტ ყაოსანს და ეს გახლავთ აღმოსავლური რომანტიული პოემის ტიპიური ნიმუშიო. მაგრამ ასე არ ფიქრობენ სულკურთხეული დიდი მკვლევარები ვეფხისტ ყაოსნისა, შოთა ნიშნიანიძე, ვიქტორ ნოზაძე და სხვანი, ისინი ამბობენ, რომ ეს იყო სრულიად განსხვავებული ფენომენი. მართალია ჰქონდა გავლენები აღმოსავლური, კონკრეტულად სპარსული კულტურისა, მაგრამ ეს იყო მსოფლიო კულტურაში სუფთა ქართული მოვლენა. ეს ქართული მოვლენა ვეფხისტ ყაოსანი თუ მსოფლიოში დღეს ჯეროვნად წაკითხული და დაფასებული არ არის, სამაგიეროდ ჩვენ ხომ კარგად ვიცით და ქართველმა მკითხველმა, რომელიც ცოდვა გამხელილი ჯობს ამ ბოლო დროს კითხვას სამწუხაროდ ბევრ წილად გადაეჩვია, მაგრამ საღმა ქართულმა გონებამ კარგად იცის, რომ ვეფხისტ ყაოსანი არის ერთი დიდი მწვერვალი მსოფლიო ლიტერატურისა. ჩვენ რომ სიტყვა არ გაგვექცეს, ვისაუბრეთ სწორედ იმაზე ამ ფილმში, რაც მიზნად გვაქვს დასახული, ეს გახლავთ კონკრეტულად საბრძოლო, მხედრული, პატრიოტული რა თვისებები განავითარა ქართველ კაცში და საერთოდ მკითხველისათვის შოთა რუსთაველმა. განსაკუთრებით სადაო საკითხად იქცევა ხოლმე ერთი პასაჟი ვეფხისტ ყაოსნისა. კერძოდ, როცა როსტევანმა და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს ნესტანის გათხოვება შაჰინ შაჰზე, როცა სპეციალურ თათბირზე უხმეს ჯარების სარდალს სპასპეცს ტარიელს და შეატყობინეს მას თავიანთი გადაწყვეტილება, აი შაჰინ შაჰ ჩვენი მეზობელი სახელმწიფო ძლიერი სახელმწიფოა და მის შვილს შაჰინ შაჰს გვინდა მივათხოვოთ ჩვენი მხოლოდშობილი ასული ნესტან დარე ჯანიო. მაშინ გარკვეული მიზეზის გამო და ამ მიზეზზეც მოგახსენებთ ეხლავე, ტარიელმა მაინც და მაინც რეაქცია არ გამოხატა, მაგრამ როდესაც იგი სრულიად ბუნებრივად თვითონაც მისი შინაგანი განწყობაც ასეთი იყო უპირველეს ყოვლისა და დიდებული ნესტან დარეჯანის ყვახე შეძახილით გახდა მოწმე ფაქტისა, თუ როგორი ძლიერი იყო ქალი, რომელსაც თავისი სახელმწიფოებრივი
აზროვნება უმაღლეს დონეზე ქონდა აყვანილი. დაუძახა მან ტარიელს და უთხრა, როგორ შენ შეეგუე იმას, რომ მე სხვაზე მათხოვებენ და აქ შეიძლება სპარსნი გაგვიხასთნენო. რა თქმა უნდა, ტარიელი ამას შეგუებული არ იყო. მე იმიტომ გიყვებით ამ სადაო დეტალს ვეფხისტყაოსნისას, რომ გაგრძნობინოთ რა მებრძოლის სული ფეთქავს ვეფხისტყაოსანში. ტარიელი გაოცებული დარჩა. ეს რა მომივიდაო? ქალიო მაწვევს საომრათო. ქალი მომიწოდებს ჩემი სამშობლოს და ჩემი პოლიტიკური მეობის, ჩემი სახელმწიფოებრივი აზროვნების დასაცავათო. და ორივემ ნესტარმა და ტარიელმა გადაწყვიტეს ასეთი რამ. მიპარვით მოჰკლან შახინშას შვილი, რომელიც უკვე ჩამოსულია ინდოეთის დედაქალაქში, დაბანაკებულია თავარ მოედანზე და დღე-დღეზე უნდა გაიმართოს ეგრეთ წოდებული ქორწილი ნიშნობა. ტარიელმა თავისი ამოცანა როგორც ვაჟკაცის და სახელმწიფოს მომავალი პატრონისა დიდებულად შეასრულა. შოთა რუსთაველი წერს, კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაქარაბაკე, ყრმასა ფეხთით მოვეკიდე, თავის სვეტსა შეუტაკე. განხორციელდა შეიძლება ეთიკური თვალსაზრისით და იმ დროინდელი სპარსეთისა და ინდოეთის ურთიერთობის თვალსაზრისით გაუმართლებელი რამ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ კიდევ ერთი დასტურია ეს სცენა, ეს მოქმედება ტარიელისა, რომ შოთა რუსთაველს, ქართველ მწერალს, მწერალ მეომარს, კაცს, რომელმაც ხელთ აიღო საქართველოში, ქართველ კაცში რაინდობის და სამშობლოს დაცვის სულის გამტკიცება, ინდოეთი და სპარსეთი კი არ აინტერესებს იმდენად, რამდენადაც საქართველოს ბედი და საქართველოს ბედი იცით შეფარულად, აი რაში ჩანს. მეფე დაჯდეს ინდოეთს, მერტყას მე ჩემი ხმალია. კარგად იცის ტარიელმა, რომ ინდოეთის 8 სამეფოდან ერთ-ერთის, ადრე 7 იყო, ერთ-ერთის მეფის შვილი თვითონ არის და თუ ვინმეს უნდა კონდეს პრეტენზია ინდოეთის ტახტზე, ანუ გატეხილად ვთქვათ საქართველოს ტახტზე, რა თქმა უნდა ტარიელს უნდა კონდეს. აი მხოლოდ ამ მიზეზით, რომ საქართველო არ ჩაუვარდეს სხვას ხელში, რომ საქართველოში იყოს ქართველი კაცის მეფობა, რომ საქართველო იყოს ერთიანი მონოლითური ქართული სახელმწიფო. რა თქმა უნდა ალეგორიით კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს ინდოეთი. ეხლა ხო შეიძლება გულუბრყვილოდ მოგეჩვენოთ აკაკი წერეთლის აზროვნება და დიდი მეცნიერული ჰორიზონტებიდან იგი მაინც და მაინც ვერ უძლებს, რა თქმა უნდა, კრიტიკას, რომ ავთანდელი შეიძლება იმერელი იყოს, ტარიელი შეიძლება იყოს კახელი, ფრიდონი შეიძლება იყოს ზღვისპირელი, ანუ კოლხი და ასე შემდეგ, მაგრამ რომ სულნათ აკაკი წერეთელს უნდა ვეფხისტყაოსნის სული საქართველოში დატრიალდეს, რომ გუმანით მკითხველმა საქართველო იგულისხმობს ბევრ რამეში, რასაც შეიძლება რუსთაველი შეგნებულად მალავს ხოლმე. რუსთაველი ფიქრობს და ამას დიდებულად მიაქციეს ყურადღება შალვა ნუცუბიძემაც, ვიქტორ ნოზაძემაც, კორნელი კეკელიძემაც, ალექსანდრე ბარამიძემაც და სხვებმაც, ძვირფასო მეგობრებო, უცხოელმა მეცნიერებმაც, რომ რუსთაველი ფიქრობს, მე რომ დავწერო მხოლოდ ჩემი პატარა ქვეყნის ცხოვრებაზე. თუმცა არც ისე პატარა იყო მაშინ საქართველო. საქართველო იყო 11 მილიონი, როგორც სადაოდ ხანდახან მეცნიერები ამტკიცებენ და იყო 300,000 კვადრატული კილომეტრი. მაგრამ ჩვენ და სასირცხვილოდ აქვე ჩაურთავ, რომ საქართველო დღეს არის 3,5 მილიონი თავისი მოსახლეობრივი
დემოგრაფიული შემადგენლობით და საქართველოს უჭირავს 45,000 კილომეტრი ფაქტიურად 300-დან 45,000 კვადრატულ კილომეტრზე 11 მილიონიდან 3,5 მილიონზე ჩამოსულია დღეს საქართველოს, მაგრამ მე კიდევ ერთხელ არ მალაპარაკებს ამას რაიმე პატრიოტული აღდგენება. გეუბნებით, რომ აი ზარები, რაც ქართულმა კლასიკურმა ლიტერატურამ დარეკა, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს, რომ საქართველოში უნდა იყოს ქართული კულტურის, ქართული სახელმწიფოების დომინანტი და რომ ფილოსოფია და მსოფლიოს დიპლომატია და პოლიტიკა დღეს დაჟინებით ამტკიცებენ, თუმცა ხანდახან თვალებზე ხელის აფარებით, რომ ამის გამხელა არ უნდათ, რადგანაც დღეს ისტორიული მიწები და ისტორიული მემკვიდრეობა ეს ტერმინები მაინც მოდაში არ არის, მაგრამ იცით რა, არ გამქრალა მეთქი იმ ზარის ეკო, რომელიც დარეკა ძველმა ქართულმა მწერლობამ და რომელიც ვეფხისტყაოსანში ასე ძალუმად ჟღერს. რა კარგად და რა სწორად ახსნა შოთა რუსთაველმა აი ეს გარემოება სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს მერტყას ესე ამბა დარეგების რომე სპარსნი გაგვიხასდნენ გადადო თავი ინდოეთის სპარსმეთმა ინდოეთში თითქმის მეორე კაცმა თავისი დიდებულებით და თანამდებობით დააყენა დარტყმის ქვეშ თავისი უზარმაზარი სიყვარული, თავისი ნესტანდარეჯანი და მრისხანებას დაიმსახურა ერთი მხრივ როსტევან მეფისა, შეიძლება სამართლიანი მრისხანებაც, მაგრამ დასაჯა წარიელმა თავისი მომავალის სიმამრი, იცით რითი, შენ თვითონ უნდა მიმხდარიყავი, მეფეო, შენ თვითონ უნდა გეგრძნო, რომ მე და ნესტანი აქ სპარსეთიდან მოსულ კაცს არ ვაბატონებდით ინდოეთში, რომ ჩვენ დიაღაც გვაქვს პრეტენზია ინდოეთს, ინდოეთობა შეუნარჩუნოთო. აი ეს არის ახსნა ჩემო ძვირფასო მეგობრებო იმ მდგომარეობის, თუ რატომ აღმართა ხელი წარიელმა შაჰინშაჰს შვილზე. ეხლა მეორე სიახლეც ახლავე მინდა გითხრათ მოკლედ და ორიოდე სიტყვით ვეფხისტყაოსნისა ის გახლავთ, რომ ურთიერთობა ვეფხისტყაოსნის პერსონაჟებს შორის სრულებითაც არ არის ის ტიპიური აღმოსავლური პოემების პერსონაჟთა ურთიერთობა. თუ იქ ერთი ხაზია მხოლოდ სიყვარულისთვის თმების გლეჯა და ველად გავარდნა და მეორე ხაზი ომი, სადაც მაინდა-მაინც პატრიოტულ აღდგენებაზე არ არის ლაპარაკი. ომში მხოლოდ ვაჟკაცობის, ხმლის ქნევის, რაინდობის გამოჩენის ჰიმნია შაჰნამეს და სხვა ნიზამი განჯელი და სხვა პოემები. აქ სუფთა ეროვნული ღირებულებებია. ვეფხისტყაოსანში რუსთაველი პერსონაჟებს აურთიერთებს ერთმანეთთან, სწორედ რომ აღმოსავლურისგან განსხვავებული ურთიერთობით. სხვა რამეში ჩანს. თქვენ აღმოსავლურ პოემებში, ისე როგორც საერთოდ რელიგიურ ლიტერატურაში, ვერ იპოვით იუმორის ნასახს. ჩვენი წმინდა წიგნთა მამები არასოდეს არ იღიმებიან, არ იცინიან. ასევე გადმოვიდა ეს გრძნობა მუსულმანური რელიგიიდან სწორედ იმ უპირველესი მუსულმანურზე ის იყო, რასაც მეფეთა ცხოვრება ქვია შაჰნამე. გადმოვიდა პირდაპირ კაცრი სერიოზული სახეებით მოქმედებენ პერსონაჟები და უეცრად არის უამრავი პასაჟი. მე თვითონ ვცადე სპეციალურად შემესწავლა სატირა და იუმორი ვეფხისტყაოსანში და მხოლოდ ერთ ფაქტს გეტყვით. ვეფხისტყაოსანში ერთი ასეთი იგავია, ორნი კაცნი მიდიოდეს სადაურნის სადით გზასა, უკანა მან წინა ნახა, ჩავარდნილი შიგან ჭასა, ზედ მიადგა ჩახყიო და ტირს იძახის ვაგლა ხვასა. ეგრე უთხრა, ამხანაგო იყავ მან და მომიცდიდე, წავალ თოქთა მოსახმელად,
მწაცო თუმცა ამოგზიდებ მას ქვეშეცა გაეხარდის გაეცინა მეტად კიდე ამოხივლა არ გელოდო სად გაგექცე სად წავიდეო ეს საოცარი იგავი იუმორით რომ ავსებს ადამიანის სულსა და გონებას სხვაგან არ გვხვდება მოგეხსენება თქვენ იგავები გადადიან აღმოსავლურ ლიტერატურაში იშვიათად ხდება მაგრამ აი რუსულ და ევროპულ ლიტერატურაში ლაფონტენი კრილოვი სხვანი და სხვანი ვეფხისტყაოსნის ერთადერთი იგავი აი რაც მე ახლა მოგახსენეთ სხვაგან არსად არ ხდება და სხვა უამრავი პასაჟია ვეფხისტყაოსანში აი მაგალითად ავთადილი და ტარიელი რომ ფრიდონს ესტუმნენ და ჯოგი წაუსხეს პირველად არ გაუმხილეს ვინ იყვნენ ატეხეს ყვირილი მეჯოგებმა არიქა მეკობრეები დაგვესხნენო ამხედრდა ცხენზე ფრიდონი ვინ გაბედა აქ მოსვლა და ისო და წამოვიდა და ამ დროს დაკვირვებით კითხა ტარიელმა რა არისო პურად ზვირი მასმინძელიო ამხედრებული რომ შეხვდიო ასეთი იუმორი არაერთია მე უკვე აღარაფერს მოგახსენებთ იმ საოცარ სულიერ მდგრადობაზე აფორიზმების სახით რომ ჩადო რუსთაველმა ვეფხისტყაოსანში საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხდების ზოგჯერ მზეა და უეცრადსა რიცხვით მოუკუხდების არ შეგეშინდესო კაცო ესე იგი მუდმივი ბედნიერება არ არსებობსო ანდა ჭირსა შიგან გამაგრება ისე უნდა ვითქვიტირსა ქვიტკირივით ძლიერი უნდა იყო კაცო არ უნდა მოიხარო ქუდი ჭირის განსასწელის წინაშე აი ეს ხაზი საომარი მოქმედებისა ბოლოს რომ გვირგვინდება გენიალური ბრძოლით გაჯეთის ციხის აღებისა და სამთა თათმირით სადაც ყველაზე რეალური ყველაზე სწორედ ტარიელის თათმირი აღმოჩნდა გვაძლევს ჩვენ საშუალებას ვთქვათ საუკუნეთა განმავლობაში მოსძახოდა ქართველ ერს ვეფხისტყაოსანი ამ ნაწარმოებმა გამოხატა არა მარტო დიდი სიბრძნე კი არა დიდი ფილოსოფია არამედ გამოხატა ქართველი ერის სულიერი სიძლიერე ქართველი კაცის გაძლების შემოძახილი გახლავთ ვეფხისტყაოსანი ამიტომ არის იგი ღირეული ქართველი კაცისათვის ქართველი მკითხველისათვის ჩვენ სამწუხაროდ არ გვაძლევს ჩვენი დრო და ჩვენი ფილმის ფორმატი საშუალებას იმისას რომ ვეფხისტყაოსანზე სიტყვა გავაგზავნოთ დღეს ეს ვიკმაროთ სულფასო მეგობრებო ხოლო მომავალი ფილმი იქნება ცოტა მეტად დრამატულ თემაზე დრამატულ დროზე განსხვავებით ამ ოქროს ხანისა რასაც თამარის და დავითის ეპოქა ქვია ეს არის დიდი ღამეს მოსვლა საქართველოში ეს არის დაბყრობა მონღოლების მიერ ჩვენი ქვეყნისა ლიტერატურის დაღმასვლაო მეცნიერები ეძახიან მაგრამ როგორი დაღმასვლა იყო ეს და როგორ გადაუგდო ხელთათმანი არა მარტო შახს არამედ თავის მძიმე დროს თეიმურაზმა თავისი ქეთევანიანით ქეთევან წამების საოცარი ცხოვრების აღწერით ამას მოგახსენებთ შემდეგ ფილმში რომელსაც ერქმევა აღორძინება კარგად ბრძანდებოდეთ მადლობთ